ირაკლი კობახიძეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს და აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ლაშა ხუციშვილს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ბატონ მასაჩუ ასეკავას, აზიის განვითარების ბანკის გენერალურ მდივანს ქალბატონ ასბეკოვას. ისინი მოგზაურობენ ეხლა სცენაზე და გთხოვთ ხურვალი აპლოდისმენტებით შევეგებოთ სტუმრებს. Ladies and gentlemen, without further ado, Mr. Lasha Khutsishvili, the chair of the Board of Governors and Minister of Finance of Georgia, will do us the honor of delivering the opening address. რომელიც დაგვდევს პატივს და გახსნითი სიტყვით მიმართავს დარბაზს. Your Excellency, Mr. Prime Minister, esteemed President Masatsugu Asakawa, Madam Secretary, Honorable Governors, distinguished delegates, dear guests, ladies and gentlemen, let me welcome you today at the 57th annual meeting of the Asian Development Bank. It is my honor and privilege to be your host at this meeting. The slogan of the 57th annual meeting, Bridge to the Future, frames the შეხვედრის გახსნის ცერემონია ჩვენი დევიზი არის მომავლისკენ ხიდის გადება და ამ სულისკვეთებით ჩვენ ვცდილობთ რომ მთელ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებების, კლიმატის ცვლილების, ულტრასწორობის და სხვა მდგრადი განვითარების მიზნების დაძლევას და მოგვარებას. ამავდროულად საქართველოს პოზიციონირებს როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ქვეყანა. თქვენ გმასპინძლობთ წელს უკვე როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფო და იმედი მაქვს რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება ჩვენი როლის დაფასების აღნიშნული ამ შუადერების კვალობაზე. ამავდროულად მინდა ვთქვა რომ აზიის განვითარების ბანკს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი პანდემიის შემდგომი და ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელებთ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დახმარებით და კვლავ რჩება გამოწვევები ამ კომპლექსურ ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ქვეყანამ შეძლოს გამოწვევისთვის თვალის გასწორება. აზიის განვითარების ბანკი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია საქართველოსთვის. 2007 წლიდან როცა შეუერთდა ქვეყანა ამ საერთაშორისო ბანკს მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ და ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს. ჩვენი პრიორიტეტები ამ ცვალებად გარემოში კვლავ არის მაკროეკონომიკური სტაბილობის უზრუნველყოფა, ნეგატიური გრძელვადიანი მდგრადობის სფეროში არსებული გავლენების დაძლევა, კონსოლიდაცია, ფისკალური კონსოლიდაცია, კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობა, დიდი პოტენციალის ათვისება, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და დაკავშირებადობის უნარის გაზრდა. ნათელი მომავლისკენ ხიდის ასაგებლად ჩვენ მჭიდრო თანაშრომება გვჭირდება განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან და ამისთვის მზად ვართ. ყველას გისურვებთ და ჩვენს პარტნიორობას ძალიან დიდ წარმატებას ამ მიმართულებით. სანამ სიტყვას გადავცემ ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო რომ ძალიან დიდი პატივი გვაქვს რომ მასპინძლობთ ამ ღონისძიებას და ყველა თქვენგანს საქართველოს დედაქალაქ თბილისში და გისურვებთ ძალიან წარმატებულ წლიურ შეხვედრას. დიდი მადლობა. Thank you, Honorable Minister. დიდი მადლობა ბატონო მინისტრო. ეხლა ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი განსაკუთრებული სტუმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი აღმატებულება ბატონი ირაკლი კობახიძე. მივესალმოთ კაფიო და მხარე აპლოდისმენტები. სიტყვით გამოსვლა მოხდება ქართულ ენაზე და თუ შეიძლება სინქრონული თარგმანისთვის მოიმარჯვეთ ყურსასმენები. ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ რომ დღეს მასპინძლის რანგში მოგმართავთ აზიის განვითარების ბანკის რიგით 57 ყოველწლიურ შეხვედრაზე. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო პრეზიდენტ ასაკავას გამოცხადებული დობისთვის და ასევე გამოვხატო მადლიერება აზიის განვითარების ბანკის გუნდის მიმართ, რომელმაც ღირებული დახმარება გაგვიწია ღირსშესანიშნავი ღონისძიების
ორგანიზებაში. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია ხიდი მომავლისკენ, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო ბიზნესისა და საომავლო გეგმების, ასევე რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად. ამავე დროს ეს ფრაზა საუკეთესო დასახავს საქართველოს კურსს, ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის. ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს. მოგეხსენება, ჩვენი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნებით უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის ფუნქციონირებაში, რომელიც სხვა მარშრუტების სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს გარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე სრულად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. ამ კონტექსტში ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად ჩვენ შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 3 წლის საშუალო მაჩვენებელმა კი 9.7% შეადგინა. ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც, 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდა 7.8% შეადგინა. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო 1 წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო 3 კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's ქართული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ. სწორად დაგეგმილი პოლიტიკით ვაგრძელებთ საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო რეიტინგებშიც, რაც უფრო მეტ ინსტიტუციურ თუ კერძო ინვესტორს იზიდავს ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკის კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტის Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ წელს ევროპაში მე-19 ადგილი დაიკავა. სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული სარეიტინგო მაჩვენებელი საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე. რეიტინგის პერსპექტივა კვლავ პოზიტიურია, რაც ასახავს ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის ვარდნასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით საქართველოს ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დეკადური ზრდის პროგნოზის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო 3-ში მოხვდა. ეს შედეგები მიღწეული იქნა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მშვიდობის უზრუნველყოფით და სწორად დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმებით მიზნად ისახავს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ ხრივ უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი არის დაკავშირებადობა. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალ განზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში, რათა სრულად ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი. მიმდინარე რეგიონალური კრიზისების ფონზე ენერგიისა და სავაჭრო სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები გადამწყვეტია საერთაშორისო სტაბილურობის, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის. ამის გათვალისწინებით ჩვენ ველით უფრო მჭიდრო ჩართულობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რათა წინ წავიწიოთ ისეთი საკვანძო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლის სერვისები და სხვა. საქართველოს კონკურენტუნარიანობის ხარდასაჭერად ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაძლიერებაც. ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ გათვალისწინებულია ყულის მომცველი რეფორმის პროგრამა
ქვეყნის სარკინიგზო სექტორისთვის, რაც გადამწყვეტია საჯარო კორპორაციების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის. ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოს განვითარებას და ამ საპასუხისმგებლო საქმეში კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პარტნიორობის გარეშე შეუძლებელია. მინდა მადლობა გადაუხადო აზიის განვითარების ბანკს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მრავალფეროვანი პორტფელი ჩამოგვიყალიბდა როგორც სუვერენულ, ისე კერძო სექტორში. ჯამურად 4,5 მილიარდი ამერიკული დოლარი მიემართება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების და პროექტების დაფინანსებაზე, როგორც საჩქაროსნული მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. სიამაყით მინდა აღნიშნო ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა აზიის განვითარების ბანკს 2007 წელს შეუერთდა როგორც აზიის განვითარების ფონდის ბენეფიციარი. დღეს კი საქართველოს აღნიშნულ ფონდში უკვე დონორი ქვეყნის სტატუსი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანდასახულობას და საქართველოს განვითარების შეუქცევადობას. მეგობრებო, ჩვენი მიზანია გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში. ამდენად ჩვენი ხედვა და ძალისხმევა შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. დიდი მადლობა. Thank you, Your Excellency, Mr. Prime Minister. Ladies and gentlemen, without waiting, ეხა მაქვს პატივი სიტყვა გადავცე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასაცუკუ ასაკავას, რომელიც მიმართავს დარბაზს. თხოვთ ხურვალი აპლოდისმენტებით შევეგებოთ სტუმარს. Welcome, friends. მოგესალმებით მეგობრებო. აზიის განვითარების ბანკის მართლთა საბჭოს 57 წლეულ შეხვედრას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ვიმყოფები. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულება, დიდი მადლობა დღეს რომ შემოგვიერთდით. ყველა თქვენგანისთვის, ვინც საქართველოში პირველად იმყოფება, მინდა გარწმუნოთ, რომ ეს საოცარი ქვეყანა მშვენიერი და მრავალფეროვანი დასათვალიერებელი ადგილებით. გასულ წელს პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში და მთაში გავატარე ერთი ღამე. არასოდეს არ დამავიწყდება მაგიური თოვლით დაფარული ყაზბეგის მთები. ასევე ვნახე ზუსტად ამ ვიზიტების განმავლობაში საქართველოს განსაკუთრებული ტრადიცია მასპინძლობის და დღეგრძელობის და სადღეგრძელოების. მინდა აქვე მადლობა გადაუხადო ქვეყანას მასპინძლობისთვის, ამ ღონისძიების მასპინძლობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მართლთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ლაშა ხუციშვილს ვუხდი მადლობას ლიდერობისთვის და ამ წმინდალი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ჩვენ შევიკრიბეთ გამოწვევით ახსავსე პერიოდში და ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყველა იმ გამოწვევას, რაც აქტუალურია მსოფლიოში. კლიმატის ცვლილება, მათ შორის ის რისკები, რომლებიც მომდინარეობს კრიზისებიდან და ეს შეიძლება საფუძველს უწვლიდეს გადარჩენის გზებს. ძვირფასო მეგობრებო, სწორედ ამიტომ განვითარება ვერ შეჩერდება, ვერ გაჩერდება. ის უნდა იყოს ცვალებად, უნდა იყოს ევოლუციურ კონდიციაში და ამიტომ ეს გამოწვევები იქნეს დაძლეული. დღევანდელი შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, რომ გავიაზროთ ძალიან სიღრმისეულად ის ქმედებები, რაც განსახორციელებელია მსოფლიოში და როგორ შექმნათ ის სასურველი მომავალი, რაც გვჭირდება. რამოდენიმე წუთით მინდა დავუთმოთ თქვენი ყურადღება ჩემს აზრებს, რომელიც ამ გამოწვევებს ეხება. დავიწყებ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეებით. ეს საფრთხე ისეთია, რომელსაც იგნორირებას ვერავინ ვერ გაუკეთებს. 2023 წელი იყო ყველაზე ცხელი
წელი ამ პლანეტაზე. ამან გავლენა იქონია მოსახლეობებზე, სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაზე და გაიზარდა მოწყვლადობა ამ კლიმატის ცვლილებების მიმართ. დნობადი ყინვამწერები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა თემზე, სხვადასხვა მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სიცხისგან გამოწვეული სტრესისგან იტანჯებიან. ეს არის ძალიან ბევრი საკითხი, სურსათმისუნებლობა, უსაფრთხოება, წყლის რესურსის უვნებლობა, ჯანდაცვა, დასაქმება და ასე შემდეგ. ეს ყველა ურთიერთდაკავშირების საკითხია. ამავდროულად ყველაფერი უნდა იქნეს გააზრებული იმ კონტექსტში თუ რა გავლენას ახდენს სიცხე ადამიანის ფუნქციონირებაზე. ეხლა მინდა გადავიდე კიდევ ერთ პრიორიტეტზე, რომელიც სამომავლოდ გვაქვს მოაზრებული, ეს არის ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, რათა ძალიან დიდი სიფრთხილით მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, იმისაც რომ ზრდა, ეკონომიკური ზრდა იქნეს უზრუნველყოფილი და ამავდროულად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და კლიმატის ცვლილებების სფეროში არსებული გამოწვევები იქნეს დაძლეული. მინდა ვთქვა, რომ ქვეყნებს არ ექნება განვითარების პერსპექტივა თუ არ გამოიყენებს ამ ტექნოლოგიებს. ეს უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, ძალიან დიდი სიფრთხილით გამოყენებული ტექნოლოგია და მიდგომა. აზიის განვითარების ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისაც, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებები და ტექნოლოგია როგორც ესეთი იქნეს გამოყენებული ყველაზე გონივრული გზით ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. და ჩვენი ამ მიმართულებით ციფრული წყვეტის და დისბალანსის ამოსავსებად ყველაფერი გეკეთება იმისაც, რომ მომავალი იყოს კეთილგანწყობილი და იყოს აყვავებული. ეხლა რაც შეეხება გლობალიზაციას, ჩვენი აქ ყოფნა ამ დარბაზში, ჩვენი შეკრება ცხადყოფს იმას, რომ ვართ ერთგული ამ იდეებისადმი. ჩვენ ასევე უნდა შევიმუშაოთ ეს პოლიტიკა და კონცეფციები იმისაც, რომ უფრო მდგრადი გახდეს ჩვენი ქვეყნები. შეიძლება რთული იყოს ეს პანდემიის შემდეგ, მაგრამ გეოპოლიტიკური პრინციპების და გლობალიზაციის კონტექსტში არ მგონია, რომ ერთად ძალისხმევას არ ექნება წარმატება. ნამდვილად უნდა გაერთიანდეს ჩვენი ძალისხმევა და ამის ფარგლებში არ ექნება მომავალი პროტექციას და შერჩეულ მიდგომებს. ეს არის ჩვენი სამომავლო სულისკვეთება. ამიტომ მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რეგიონალური თანამშრომლობა და პარტნიორობა იქნეს უზრუნველყოფილი, რათა მოხდეს გაძლიერებული კერძო ინვესტიციები, კერძო სექტორის აქტიურობა და საერთაშორისო პარტნიორებების სხვადასხვა მიმართულებით. ასევე უნდა ვიპოვოთ გზები დეკარბონიზაციისთვის, რათა გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვი იქნეს გამართული და ეს სეგმენტი არის მთელი მსოფლიოს ნახშირბადის ემისიის 30%. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისაც, რომ ძლიერი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა, აირების ემისია უნდა იყოს შეკვეცილი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისაც, რომ გლობალური მიწოდების ჯაჭვი იყოს სწორუპოვარი ჩვენი მომავლის განსახორციელებლად. ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი არის მომავლისკენ განსადები ხიდი, რომელიც ჩვენი საჭიროებების მიხედვით უნდა შემუშავდეს. ყველაზე ღარიბი და ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა კუნძულოვან აზიაში ყველაზე დიდი წნეხის წინაშე იმყოფება ამ კლიმატის ცვლილებების და ეკონომიკური შოკების გამომდინარე და კონფლიქტების შედეგადაც. ჩვენი დაფინანსება უნდა გაიზარდოს იმისაც, რომ გაგრძელდეს ამ მიმართულებით მხარდაჭერა და მათ შორის გრანტების გამოყოფა. აზიის განვითარების ფონდი გადამწყვეტი ინსტრუმენტია ამ მიმართულებით და ხუთშაბათს შეივსო ეს ფონდი და უკვე შეგვიძლია 5 მილიარდამდე ამერიკული დოლარი გამოყოთ ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დონორის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოყოფილია და ამას ნამდვილად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვიცი, იმიტომ რომ მინახავს რეგიონში ხალხი, რომელსაც უთქვამს, რომ უკეთესი მომავალი აქვთ ამ ინვესტიციების შედეგად. ჩემო მეგობრებო, ჩვენი ხიდი მომავლისკენ უნდა იყოს გადებული ინკლუზიურად და არავის არ უნდა ეთქვას უარი განვითარებაზე და არც დაფინანსების წყაროებზე.
დასკვნის სახით მინდა მოგიწვიოთ აი ამ საკითხებზე სამშელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მომავლისთვის. ასევე იმედი მაქვს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა იქნება სასიამოვნო, სასარგებლო და თბილისის სილამაზის და საქართველოს კულტურის გაზიარების საშუალება. ეხლა მინდა გადღიგრძელოთ ჩვენი მასპინძლები და ასევე ის ხალხი, ვისაც ვემსახურებით. მე მადლობელი ვარ მეგობრობისთვის და თქვენი აქ ყოფნისთვის. მომავალში ერთად ვიაროთ და ხიდი გავდოთ უფრო აყვავებული, ინკლუზიური, გამძლე და მდგრადი აზიის და ოკეანეთისთვის. დიდი მადლობა.